გამარჯობა ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, მხარდამჭერებო, მე ვარ ნიკოლოზ ხომასურიძე, რეჟისორი და პროდიუსერი და ახლა ვარ ვაკის პარკში ამ ულამაზეს გარემოში, ძალიან მიყვარს აქაურობა და აქ დავდივარ კავკასიური იოგას სუნთქვის ვარჯიშების გასაკეთებლად. ახლა დავასრულე ძალიან ლამაზ კარგ განწყობაზე ვარ და მინდა რომ მხარდაჭერის ვიდეო ჩავწეროთ ჩვენი ფილმისთვის გააზიარეს სიყვარული, სადაც კავკასიური იოგა ძალიან კარგად იქნება წარმოჩენილი და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ გარკვეულ დონეზე შეისწავლოთ ეს სუნთქვითი ვარჯიშები, რომელიც მოგეხმარებათ, რომ თქვენი სხეული, გონება, სული ძალიან ჯანსაღ მდგომარეობაში ამყოფოთ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ რა. და მინდა თან აგიხსნათ, რას ნიშნავს ჩვენი ფილმი, რომელიც არის ისტორიულ-ბიოგრაფიული, სათავგადასავლო რომანტიკული ჟანრის ფილმი და ეს ჟანრი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ნებისმიერი ქვეყნისთვის ამის განვითარება. როგორც არის კინო განვითარებული, ქვეყანაც შესაბამისადაა განვითარებული. რადგან საქართველოში კინო არ არის განვითარებული, ქვეყანაც არ არის განვითარებული. ჩემი ხედვით ასეა ყოველ შემთხვევაში და ძალიან მინდა რომ კინო კარგად იყოს წარმოჩენილი და განვითარებული და ბევრი ქართული ფილმი იღებოდეს, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი თაობის ძალიან ჯანსაღად განვითარებას, განსაკუთრებით ისტორიული, პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების პროექტები, რომელიც ჰაერივით ჭირდება ჩვენ საზოგადოებას და რადგან მთლიანად რომ გადაავლოთ თვალი ყველა ქვეყანა, ჩვენი მეზობელი ქვეყნები თუ შორეული ქვეყნები, ყველანი ცდილობენ თავიანთი კულტურის და ისტორიის წარმოჩენას ფილმებში, სერიალებში, როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურში და ჩვენთან ეს სამწუხაროდ უგულებელყოფილია და გამონათებები შეიძლება იყოს არა და ის ისტორია და კულტურა რაც ჩვენ გვაქვს, ნებისმიერმა ქვეყანამ ინატროს, ხო, მაგრამ ეს თუ შენ არ გააცოცხლე კინოეკრანზე დღევანდელობაში, ეს ძალიან მე დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია და ჯერჯერობით ასე არის. გააზიარეს სიყვარული არის დამოუკიდებელი ფილმი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი პროექტი, რას ნიშნავს ეს, რომ ამ ფილმს არ ყავს არც ერთი სახელმწიფო მხარდაჭერას, სახელმწიფო ორგანიზაციები არ არიან ჩართული, თავისუფალი არის და არც კინოცენტრი, არც კულტურის სამინისტრო, არც სხვა ორგანიზაცია ფინანსურად არ აყვავს მხარდამჭერად, არც ერთი ბიზნეს ორგანიზაცია არ არის მხარდამჭერი ამ პროექტის და არის მხოლოდ ჩემი პირადი სახსრებით და ჩემი რამდენიმე მეგობრის, რომლებიც შემომიერთნენ და დიდი მადლიერება მათ და ასევე იმ გამორჩეული ქართველების, რომლებსაც ესმით, რას ნიშნავს ქართული კულტურა და ისტორია და მისი წარმოჩენა და ვინც შემოგვიერთნენ აქამდე ამ ფილმის შექმნაში, რა ძალიან მცირე ნაწილია ფინანსური კუთხითაც და რაოდენობრივი კუთხით. მე გაცილებით მეც ველოდი, მაგრამ მე მჯერა რომ ეხა ეს ფაქტობრივად ახალი ბოლო შეტევის ტალღა გვაქვს, რომელიც უნდა გავიტანოთ რა ბოლომდე, მაისის ბოლომდე უნდა შევასრულოთ. დარჩენილი გვაქვს, გადავიღეთ 99 წუთი და დარჩენილი არის 22 წუთი, 121 წუთი არის ზუსტად ფილმიდან, ფილმის დასრულებისას მიხვდებით რატომ არის 121 წუთი. და ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებთ, რადგან ძალიან ბევრი როგორც საზღვარგარეთ, ასევე ჩვენს ქვეყანაში ბევრი ელოდება განსაკუთრებით მე ამ ფილმის დასრულებას, რომ მინდა რაც შეიძლება მალე გაგიზიაროთ და ერთად უყუროთ კინოთეატრებში. და ხომ უნდა გავიაზროთ რისთვის ღირს ცხოვრება, ხო, მარტო გაიღვიძე, მიირთვი, იმუშავე, მიირთვი, დაიძინე, ეს რუტინა ტრიალებს და შენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას რო წარმოაჩენ, ამას ხელს უწყობ და შენ გარკვეული წვლილი შეგაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ ეს ჩემი გზავნილი ზუსტად მიიღოთ, ზუსტად გაიაზროთ და გადაწყვიტოთ. ამ გააზიარეს სიყვარული, მეტი უკეთესი სათაური რა უნდა მოგაწოდოთ. ამ ფილმის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული საზოგადოების ცნობიერების განვითარებაში დარწმუნებული ვარ და მათთან ჩემი დაბადების დღე მოდის 10 მაისს და ვინც ჩემი ახლობელია, შორებელი, მეგობარი, კოლეგა, გულშემატკივარი, ჩემ ძალიან გამიხარდება თუ გახდებით ამ ფილმის მხარდამჭერები და ჯერა რომ ქართულ ხალხთან ერთად აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ, როგორც ეს 6 მეხუთის კაცის დროს მოხდა და დღეს 6 მეხუთის კაცს როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთ ქართულ საკვირაო სკოლებში, როდესაც 6 მეს გადიან, ამ ფილმს უყურებენ და ბავშვებს ასწავლიან, რომ ასეთი ეროვნული გამოჩენილი გმირი ყავდა და გააზიარეს სიყვარულში ძალიან ბევრი
გმირი გვიცოცხლდება რა, გავაცოცხლეთ უკვე ისტორიული ნაწილი უკვე გადაღებულია, დაგვრჩა თანამედროვე ნაწილი. გადავიღეთ დავით აღმაშენებელი, დავით სარაჯიშვილი, გალაქტიონი, ფიროსმანი და მარგარიტა, კლოდ მონე, ოსტატი და შეგირდი და ეხლა რამდენიმე დღის წინ მქონდა რუსთველის გადაღება და 15 წელი ვემზადებოდი დაახლოებით ამ სცენის გადასაღებად და ძალიან შემეცნებითი და ლამაზი სცენა გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ. და მოკლედ აი ბოლო შეტევა დარჩენილი 120.000 ლარამდე უნდა მოვაგროვოთ, რაც საჭიროა რომ დარჩენილი 22 წუთი გადავიღოთ და პლუს დამასრულებელი სამუშაოები, მონტაჟი, გახმოვანება, ფერების კორექცია, მუსიკა და ძალიან ლამაზი მუსიკალური გაფორმება ექნება ამ ფილმს და მალე დავიწყებთ და ნახავთ ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს და აუცილებლად მოგეწონებათ. მოკლედ გელოდებით ყველას და ერთად წარმოვადგინოთ ეს ფილმი დაიწყება ქართველი ხალხი წარმოგიდგენთ როგორც ექვთიმე იწყებოდა და გავუკეთოთ ერთად გააზიარეს სიყვარული. გამარჯვებით.